მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ არ მეაქციოთ ყურადღება, ჩემი ჯადოქარი იყო და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საკმაოდ სიღრმისეული და საინტერესო საჯარო გაშლა თემაზე, თუ რატომ გრძნობთ თავს სოციუმისგან გარიყულად. ისე როგორც ჩემი ჯადოქარი, რომელმაც ახლა გავიფინა. კარგით, ხუმრობა გვერდით იყოს ახლა და შევუდგეთ საინტერესო გაშლას. ვარიანტი გვექნება, ვფიქრობ, სულ 2 პირადი კონსულტაციის მსურველებმა, რა თქმა უნდა, მომწერეთ პირადში. მეგობრებო, მე ყოველთვის მინდა რომ ცოტა მაინც იუმორი შემოვიყვანო ხოლმე ჩემს გაშლებში და დავიწყოთ საჯარო გაშლა. ნახოთ აბა, რატომ გრძნობთ თავს სოციუმისგან გარიყულად. რატომ გრძნობს თავს სოციუმისგან გარიყულად? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. იმედი მაქვს ჩემი კლიენტი არ მწყენს, იმიტომ რომ არც მის სახელს არაფერს არ ვასახელებ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ქონდა ასეთი კონსულტაცია, სადაც კლიენტმა ეს შეკითხვა დამისვა. პირველი ვარიანტი ეს თქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი აი ეს თქვა, აირჩიეთ სასურველი და რატომღაც გადავწყვიტე რომ საჯარო გაშლას გამეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს მარტოობა, გარიყულობის შეგრძნება, იმის შეგრძნება, რომ არ არის თითქოს მისი ადგილი სოციუმში. თქვენ წარმოიდგინეთ და მეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა ასეთი შეგრძნებები და ნახოთ რა არის ამის მიზეზი პირადად თქვენს შემთხვევაში. თუმცა ძირითადად მიზეზები ძალიან გავს ერთმანეთს. ძირითადად სოციუმს ყველაზე მეტად არ უყვარს მათი მიღება, ვინც მათგან განსხვავდება, ასევე გულწრფელი ადამიანების მიღება. კარგით, აირჩიეთ თქვა და ვისაუბროთ. ვფიქრობ, უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტი და ვინც ამოირჩია ეს ქვა. ხმლების ორიანი. იცით, ამ არკანიდან გამომდინარე მე ვერ ვიტყოდი ნამდვილად რომ თქვენ ხართ სოციუმისგან განდეგილი და გარიყული. უფრო მეტად ვიტყოდი იმას, რომ პირიქით თქვენ გაქვთ სოციუმი თქვენგან გარიყული და გაგდებული. აქ მე ვხედავ ადამიანს, რომელმაც რაღაც სოციუმის, მოდით ასე ვიტყვი, სტანდარტები უარყო მაქსიმალურად. იცით, წეღან სანამ დავიწყებდე გაშლას მე ვახსენე, რომ ძირითადად სოციუმს უჭირს მეტად გულწრფელი ადამიანების მიღება, ასევე უჭირს განსხვავებული ადამიანების მიღებაც და ამ შემთხვევაში ვხედავ ასეთ რაღაცას, რომ პირიქით თქვენ თავად არ გსურთ რაღაც სოციუმის თამაშებს რომ წამოეკოთ, მოდით ასე ვიტყვი. ზოგადად ადაპტაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველასთვის, იმიტომ რომ ადამიანი არის სოციალური არსება, ადამიანს სჭირდება როგორც კომუნიკაცია, ასევე მარტო ყოფნაც ცხადია. ადამიანს სჭირდება გვერდში დგომა, ადამიანს სჭირდება საუბარი სხვა ადამიანებთანაც. ეს ძალიან ბუნებრივი მოთხოვნილება არის, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ სოციუმში ხშირად არის რაღაც ისეთი ბრჭყალებში ნორმები, რაც უბრალოდ არ უნდა იყოს მიღებული, მაგრამ მაინც მიღებული არის უმეტესობისთვის. ერთადერთი, რაც არის საჭირო ადაპტაციის კუთხით, ეს არის ის, რომ სხვისი პირადი სივრცე არ უნდა შევლახოთ, რა თქმა უნდა, და სხვას არ უნდა მივცეთ ამის უფლება, მაგრამ სხვა კუთხით რაღაც სოციუმის თამაშები, სპექტაკლები და რაღაც ყალბი დემონსტრაციები, რომ აი ბედნიერი ვარ, ან პირიქით ბევრი მოქვს გადატანილი, უბედური ვარ, ან ისეთი ვარ, ან ისეთი ვარ, საერთოდ არ არის საჭირო. და თითქოს თქვენთვის ზუსტად რაღაც მსგავსი არის, რაც თქვენ მაქსიმალურად არ მოგწონთ სოციუმში,
ეს შეიძლება იყოს სოციუმის მხრიდან, რა თქმა უნდა, როგორც ორპირობა, ტყუილები, რომლებიც სამწუხაროდ დღევანდელ სამყაროში რაღაც ნორმად არის ქცეული და განსაკუთრებით ნორმად არის ქცეული ადამიანებში ყალბი დემონსტრაცია იმისა და შეჯიბრები თუ ვინ უფრო წარმატებულია, ვინ უფრო მაგარია და ასე შემდეგ. და თითქოს თქვენ ზუსტად ასე თამაშებში არ გსურთ ყოფნა. და ასევე აქ ბევრი თქვენგანი, ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, თვლის რომ სოციუმში უბრალოდ ძალიან ხშირ შემთხვევაში ვერ გიგებენ. დავამატოთ კიდევ არკანები და უფრო კარგად გავავრცოთ ეს თემა, უფრო კარგად შევხედოთ, რატომ გრძნობს პირველი ვარიანტი სოციუმისგან თავს გარიყულად და განდეგილად, მიუღებლად სოციუმისთვის. ხმლების ხრიანი, შეხედეთ ხმლები, თასების დედოფალი, არკანი ეტლი. პირველ რიგში ზოგადად აშკარად მე აქ ვუყურებ ძალიან ემოციურ ადამიანს, განსაკუთრებით ფემინური ენერგიები იგრძნობა აქ, უფრო მეტად ქალები მიყურებენ აქ მარტოობაში. ზოგადად ჩემი აუდიტორიის ძირითადი ნაწილი უფრო ქალბატონები არიან, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, თქვენ აქ ამოხვედით როგორც არკანი თასების დედოფალი და არკანი ეტლი. ტერმინოლოგიით რომ არ გაგაწვალოთ, თქვენ აშკარად აქ ხართ ძალიან ემოციური, სენსიტიური და ხშირად საკმაოდ გულწრფელი პიროვნებაც, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყოდი რომ ყოველთვის. ცხადია, არავითარ შემთხვევაში არც კითხავ და არც არაფერი მსგავსი, იმიტომ რომ ვერ იარსებებს და არც არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც არასდროს არ მოუტყუებია. მაგრამ აი ძირითად შემთხვევაში თქვენ საკმაოდ გულწრფელი პიროვნება ხართ, ძალიან ემოციური ადამიანი ხართ, მარტივად ხვდებით ადამიანების შთაბეჭდილების ქვეშ. ანუ თითქოს მარტივი არის ადამიანებმა თქვენზე რაღაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინონ, მარტივი არის ადამიანი ძალიან მოგეწონოთ და ადამიანით აღფრთოვანებული იყოთ და იცით ზოგადად არც ემოციურობაში და არც იმაში რომ უკაცრავად იყოთ აღფრთოვანებული ვიღაცით ნამდვილად არ არის არაფერი ცუდი, მაგრამ ყველაფერს სჭირდება ბალანსი და შესაბამისი საზღვრები. კი თქვენ შეიძლება იყოთ აღფრთოვანებული კარგი ადამიანით ან ადამიანის რაღაც კონკრეტული თვისებებით, მაგრამ ეს აღფრთოვანება არ უნდა იყოს დამოკიდებულება მასზე. აქ არ ვხედავ მე აღფრთოვანებას უფრო ნეგატიური თვალსაზრისით, როდესაც თქვენ თითქოს მარტივად ემორჩილებით რაღაცნაირად ადამიანებს, მარტივად ხვდებით მათი მანიპულაციების ქვეშ, მარტივად უჯერებთ, მარტივად ენდობით და ხშირად მათ რაღაც ინტერესებს და მათ სურვილებს და ზოგადად ასეთ ადამიანებს ბევრად უფრო წინაყენებთ ვიდრე საკუთარ თავს, რაც არ უნდა ხდებოდეს ასე. და რა თქმა უნდა ეს ემოციურად თქვენ გაზიანებთ. და თქვენი ყველაზე ხშირი პრობლემა პირველი ვარიანტი ზუსტად ამაში მდგომარეობს. ზუსტად ასეთ რაღაცაში. ზედმეტად ბევრ ემოციებს გასცემთ. და პირველ რიგში აქ თქვენ უნდა ისწავლოთ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის დაფასება და ვინც არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააყენოთ სხვისი რაღაც სურვილები, ინტერესები და ზოგადად სხვა ადამიანი საკუთარ თავზე წინ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანი არ უნდა გაითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ საკუთარ თავზე წინ არ უნდა დააყენოთ და არ უნდა დაუთმოთ ზედმეტად ბევრი ადამიანებს. არ უნდა აჩვენოთ ადამიანებს ის, რომ თქვენ მათთვის ყველაფერზე ხართ წამსვლელი. და არც უნდა იყოს წამსვლელი ყველაფერზე და ბევრ რაღაცაზე ადამიანის გამო. როგორი კარგიც არ უნდა იყოს. და თითქოს შემდგომ ძალიან იმედები გიცრუდებათ ხოლმე, იმიტომ რომ თავიდან ძალიან აღფრთოვანებული ხართ ადამიანით და შემდგომ ინგრევა მასზე წარმოდგენები. აი რაღაც ასეთ წრეს ვხედავ, თითქოს რაღაც ასეთ წრეზე დადიხართ ხოლმე. და იცით ეს
ძალიან ნორმალური არის შემდგომ ეს ილუზიების ჩამონგრევა, იმიტომ რომ ყველა თავისებურად იდეალური არის, მოდით ასე ვიტყვით და შეუძლებელი ადამიანი ბოლომდე კარგი, ბოლომდე იდეალური იყოს, ყველას გვაქვს ჩვენი რაღაც ისეთი ცუდი თვისებებიც და ისეთი თვისებებიც, რომლებიც ყველას არ მოსწონს ნამდვილად და ადამიანს სრული უფლება აქვს იყოს ისეთი, როგორიც არის, თავისი ნაკლებიანა და ცუდი თვისებებიანა და არ უნდა მოვახდინოთ ადამიანის იდეალიზაცია და არ უნდა იყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ადამიანის რაღაც დადებით მხარეებზე და არ უნდა დახუჭოთ ასე თვალები ადამიანის ცუდ თვისებებზე. ადამიანი არის ადამიანი, ადამიანი არის პიროვნება, ცოცხალი ადამიანი და მას გააჩნია როგორც რაღაც კარგი და თქვენთვის მოსაწონი, ასევე რაღაც ცუდი და თქვენთვის პირიქით არამოსაწონი, ხო? ყველაში არის ეს ასე. და პირდაპირ გეტყვით, თქვენ ვერასდროს ვერ იპოვით ისეთ ადამიანს, რომელიც თავიდან ბოლომდე ყველაფრით გაწყობთ. სრულიად იდეალურია პირადად თქვენთვის. შესაძლოა იპოვოთ მსგავსი, მაგრამ ნეგატიურ მხარეებზე არ უნდა დახუჭოთ თვალები, ეს ერთი და მეორე არ უნდა იყოთ ზედმეტად სენსიტიურად განწყობილი ამისთვის. არ უნდა მოახდინოთ ადამიანის გაიდეალიზირება, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამას. არავინ არ არის იდეალური. ამიტომაც ეძებთ იდეალურ პიროვნებას, ან იდეალურ მეგობრებს, ან მეგობარს, ან ამხანაგს, ან პარტნიორს, უბრალოდ ეძებთ, მიიღეთ ადამიანები ისეთებად, როგორებიც ისინი არიან. თავისი მინუსებიანა და ნაკლებიანა. და დაარღვევინებთ თქვენს პირად სივრცეს და მისცემთ ზედმეტის უფლებას. ფიქრობთ, რომ ვიღაც იდეალურია. და მეცაც ვიტყვი, რომ ვიღაც იდეალური იყოს და გადასარევი და არამქვეყნიური იყოს, ეს იმას ანიშნავს, რომ თქვენზე კარგი არის და რომ აქვს იმის უფლება, რომ თქვენთან იმანიპულიროს, ან გმართოთ, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ თქვენ თქვენი გაკვეთილები გაქვთ და სხვა ადამიანებს სხვა რაღაც თავისი გაკვეთილები აქვთ. ამიტომაც არ უნდა მისცეთ სხვა ადამიანს თქვენს რეალობაზე ზეგავლენის საშუალება. ზუსტად ამაში არის პრობლემა. გაიდეალიზირება და თითქოს ხშირად შფოთავთ ხოლმე, რომ იქნება და რაღაც ნაკლი აქვს, ასე ვთქვათ, იქნება და რაღაც არასწორი იქნება და იმას მატყუებს, იქნება და ის არის, იქნება და ეს არის. მიეცეთ ადამიანებს იმის უფლება, რომ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. მესმის, რომ შესაძლოა ძალიან ცუდი და ბოროტი ადამიანები შეგვხვედრიათ ბევრჯერ, მაგრამ გავიმეორებ, იდეალური არავინ არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ბოროტია და ყველა ცუდია, ცხადია საერთოდ არა. უბრალოდ ვარდებით მარტივად ადამიანების შთაბეჭდილების ქვეშ. და აშინებთ საკუთარ თავს მუდმივად იმით, რომ იქნება და ის დამიშავოს, ან ეს დამიშავოს, ან ეს გააკეთოს, ან ის გააკეთოს. იმიტომ რომ აქ ასეთი რაღაც დონის პარანოიას ვხედავ თითქმის. რომ იქნება ეს დამიშავოს, იქნება ეს გააკეთოს. არ არის აუცილებელი გააკეთოს, მაგრამ გააკეთებს და ხო, კინეულია რაღაცის გაკეთება, მაგრამ წინასწარ თუ თქვენ შფოთავთ, წინასწარ თუ თქვენ გეშინიათ, ამით სამწუხაროდ ვერ აირიდებთ თავს ადამიანის რეალური სახისგან. თუ ადამიანი ნამდვილად ბოროტი არის, ხო, დაუშვათ. იმედი მაქვს ამ ყველაფერს კარგად გაითვალისწინებთ, იმიტომ რომ რეალურად პირველი ვარიანტი თქვენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ, ნამდვილად, თანაც ძალიან ისეთი ლიდერული თვისებებით, მაგრამ ეს ლიდერული თვისებები გაქვთ მინუსში და რაღაცნაირად გაქვთ იმის სურვილი გვეცნობიერულად, რომ ეს რეალობა და ამ რეალობაში ყველაფერი და ყველა აკონტროლოთ, რომ ყველაფერი და ყველა იყოს ზედმეტად იდეალური.
იდეალური არა ზოგადად, არამედ თქვენი გადმოსახედიდან. მაგრამ ეს ასე უბრალოდ ვერ იქნება. და როგორც უკვე გითხარით, თითქოს აქ პირიქით თქვენ გააგდეთ სოციუმი, უარყავთ სოციუმი მსგავსი რაღაცეების გამო. თუმცა კიდევ ბევრი სხვა მიზეზი ჩანდა, რომელიც გითხარით უკვე. კარგი, გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია ეს ქვა. და აქ ამოვიდა პენტაკლების პაჟი. ნუ, იცით, აქ მე ვუყურებ პიროვნებას, რომელსაც ძალიან უყვარს შრომა, რომელსაც ძალიან უყვარს როგორც საკუთარ თავზე მუშაობა, ასევე ზოგადად მუშაობა, შრომა. შესაძლოა ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი იყოთ და რაღაც თქვენი კარიერა გქონდეთ, რომელზედაც მაქსიმალურად კონცენტრირებული ხართ და ამის გამო ელემენტარული დრო არ გქონდეთ სოციალიზაციისთვის და ამის ფონზე ხშირად მარტოობას გრძნობდეთ. ან მეორე ვერსია, აქ შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებისთვისაც პრიორიტეტი არის მატერიალური კეთილდღეობები, მატერიალური ასპექტები, ფული, სქესობრივი კავშირები და ჯანმრთელობა. და იმის გამო, რომ თქვენ უფრო წინ რაღაც მატერიალურს აყენებთ, ზუსტად ამის გამო შესაძლოა დიდად ადამიანებს არ სურდეთ თქვენთან კომუნიკაცია. შესაძლოა მაგალითად რაღაც ყალბის სტატუსი ან ყალბი რეპუტაცია გაქვთ, რომელსაც ძალიან უფრთხილდებით, ნუ ან ცდილობთ ააშენოთ რაღაც ყალბი წარმოდგენა საკუთარ თავზე, რაღაც დემონსტრაციებით ან რეალობაში ან სოციალურ ქსელებში. და იცით, რაც არ უნდა ხდებოდეს, კი ბატონო, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიყალბეზე აქვთ აშენებული თავისი სტატუსი, რეპუტაცია და ერთი-ორი ადამიანი აუცილებლად წამოიგება ხოლმე ასეთ რაღაცას, მაგრამ ნახეთ, ზოგადად ადამიანები ენერგეტიკულ დონეზე გრძნობენ ხოლმე ასეთ სიყალბეს. და ყალბ ადამიანებს, მით უმეტეს თუ ეს სიყალბე ცოტა უფრო მკვეთრად იგრძნობა, არ ენდობიან ხოლმე. გარკვეულწილად სოციუმში ასე თუ ისე ყველა ირგებს რაღაც გარკვეულ ნიღაბს, რაღაც გარკვეულ როლს, რა თქმა უნდა. აი ძალიან ოდნავ მაინც თითქმის ყველა ირგებს, მაგრამ აი უმეტესობას, ადამიანების უმეტესობას ძალიან უყვართ რაღაც ის თამაში, რომ აი მე წარმატებული ვარ, მე ისეთი ვარ და ეს დემონსტრაციები თავისი შესაძლებლობებისა, იმისა, რომ ჭკვიანები არიან, კარგები არიან, მაგრები და გადასარევები ძალიან უყვართ ნამდვილად. მაგრამ აი თითქოს თქვენში ან მეტი სიყალბე იგრძნობა ამ კუთხით, თუ თქვენ ასეთ დემონსტრაციებს ცდილობთ, მეტად იგრძნობა ეს სიყალბე, იმიტომ რომ ძალიან ხელოვნურია. მით უმეტეს თუ ახლო წარსულში დაიწყეთ ასეთი რაღაც კონკრეტული როლის მორგება, ხოლო თუ თქვენ არ ცდილობთ არანაირი როლის მორგებას, ამ შემთხვევაში ზედმეტად ბევრს შრომობთ თითქოს და თქვენი ენერგია უბრალოდ სხვაგან მიდის. და ამ შემთხვევაში პირდაპირ ვიტყვით, თუ თქვენი ენერგია სხვა მიმართულებით მიდის, მაგალითად კარიერაში, თვითგანვითარებაში და ასე შემდეგ, შესაძლოა არც იყოს საჭირო თქვენთვის ამ ეტაპზე სოციალიზაცია. დიახ, ყოველთვის ყველაფერს თავისი რაღაც ეტაპები აქვს და ხანდახან არსებობს ხოლმე ჩვენს რეალობაში ისეთი ეტაპები, სადაც უბრალოდ არ არის საჭირო ადამიანებთან ზედმეტად ბევრი კომუნიკაცია. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რატომ განიცდის მარტოობას, სოციუმისგან გარიყულობას მეორე ვარიანტი. დავამატოთ არკანები, რა არის ამის მიზეზი, ვნახოთ. არკანი კვერთხების პაჟი და ხმლების პაჟი. მეგობრებო, სამი პაჟი ამოვიდა, რა ხდება? შეხედეთ, პენტაკლების პაჟი, ხმლების პაჟი და კვერთხების პაჟი. და თასების დედოფალი. და კვერთხების ოთხიანი. კარგით,
პირველ რიგში 3 პაჟი რომ ამოვიდა აქ, იცით აქ როგორ რაღაცას ვხედავ. თითქოს თქვენ ყველაფერს ცდილობთ ცოტას, აი თითქოს ამ სფეროშიც ცდილობთ ცოტა განვითარებას, ამ სფეროშიც თითქოს ცოტათი რეპუტაცია, ცოტათი ფულიც, ცოტათი არ ვიცი, ურთიერთობები, სასიყვარულო ურთიერთობები, ცოტათი მეგობრები, ცოტათი იმის დემონსტრაცია რომ ჭკვიანი ხართ, ცოტათი შრომა, ცოტათი არ ვიცი, ეშხი, ცოტათი გარეგნობა, მაგრამ აი ცოტათი. პაჟი ყოველთვის არის რაღაცის საწყისი ენერგია და აქ უმეტესობაში ვხედავ ასეთ რაღაცას, რომ განსაკუთრებით თუ თქვენ რაღაც დემონსტრაციებს ტრანსლირებთ სოციუმისთვის, ვიტყოდი იმას, რომ ძალიან ზედაპირული ჩანს ყველაფერი. თითქოს ყველაფერს ზედაპირულად უყურებთ ძალიან. აი მოდით ასეთ მაგალითს მოვიყვან, რა თქმა უნდა, არ ვამბობ იმას, რომ ეს მაგალითი მაინც და მაინც თქვენ შეგესაბამებათ, უბრალოდ კარგად რომ გაიგოთ, რასაც გულისხმობ, ამისთვის მომყავს. თითქოს ერთის მხრივ სოციუმში ჩამხართ როგორც ადამიანი, რომელსაც გააჩნია რაღაც თავისი კარიერა, მაგრამ ამავდროულად ეს კარიერა დიდი ვერაფერია. მეორეს მხრივ დემონსტრირებთ იმას, რომ გაქვთ ძალიან კარგი, მაღალი ინტელექტი და ბევრი რამ იცით, ნაკითხი ხართ დაუშვათ, მაგრამ ეს ძალიან ზედაპირულად ჩანს, თითქოს ზედაპირულად გაქვთ ყველაფერი წაკითხული და გაანალიზებული. ასევე ჩანს, რომ ხართ, აჩვენთ უფრო სწორად, რომ ხართ შრომის მოყვარე, დემონსტრირებთ ამას, ან ცდილობთ, მაგრამ ამავდროულად ჩანს ისე, თითქოს აი ძალიან ოდნავ შრომობთ, მაგრამ ბევრს ლაპარაკობთ. პირდაპირ ვიტყვი, რა ძალიანადაც არ უნდა სცადოთ დემონსტრაცია, აქ ყველაფერი ჩანს ზედაპირულად. ბევრთან ასე რეზონირდება, მაგრამ ბევრთან იცით როგორ რეზონირდება. თითქოს თქვენ ძალიან ბევრ ხერხებს ცდილობთ და ცდილობთ ცხოვრების ყველა ასპექტს მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ ყველაფერზე ზედმეტად ზედაპირულად გექცევათ. აი თითქოს ცდილობთ რომ კონცენტრაცია მოახდინოთ ფინანსებზე, მაგრამ ეს ზედაპირული გამოგდით. ცდილობთ ყურადღება მიაქციოთ სოციალიზაციას და ზედაპირულად გამოგდით, მაგალითად თავიდან გამოგდით და შემდგომ აღარ, იმიტომ რომ სხვა რაღაცაზე გადაგაქვთ ყურადღება უკაცრავად. და აი ასეთი ორი ვერსიაა მიყურებს მე აქ. ზოგი დემონსტრაციის კუთხით, ზოგი კი აი უბრალოდ ცდილობების საკმარისი არის, მაგრამ აი კონცენტრაცია არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ყურადღება მარტივად გადადის სხვა რაღაცეებზე. და თუ მაგალითად თქვენ ხართ ეს მეორე ვერსია, რომლის ყურადღებაც მარტივად გადადის სხვა რაღაც ცხოვრებისეულ ასპექტებზე, ამ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, რომ კი ბატონო რაღაც მომენტებში შეიძლება ძალიან გსურდეთ სოციალიზაცია და ძალიან გინდოდეთ, ასე ვთქვათ, ადაპტაცია სოციუმში, მაგრამ რეალურად ეს თქვენთვის თვალ საჭირო არც არის ახლა ამ ეტაპზე. ხვდებით? ხოლო თუ თქვენ ცდილობთ აქ დემონსტრაციებს, პირდაპირ გეტყვით, რომ ან მორჩით დემონსტრაციებს და იყავით მაქსიმალურად გულწრფელი და გულახდილი, ან ერთი რაღაცის დემონსტრაცია მოახდინეთ, ისე რომ კარგი გამოგივიდეთ. ხვდებით, მეგობრებო? ამიტომაც ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ვერსიის შემთხვევაში აქ არის საჭირო კონცენტრაცია და ყურადღება რაღაცაზე ერთი მიმართულებით. და იცით, პირდაპირ გეტყვით მეორე ვარიანტი, ნუ ეძებთ სოციუმისგან რაღაც აღიარებას, ყურადღებას, სითბოს, იმიტომ რომ პირველ რიგში სითბო და სიყვარული თქვენ თავად უნდა მისცეთ საკუთარ თავს და სოციუმისგან არ უნდა მოითხოვოთ ეს და პირდაპირ გეტყვით, თუ თქვენ ცდილობთ ადამიანებს ძალიან თავი მოაწონოთ და გააკეთოთ ისე, რომ ყველას უყვარდეთ, მოსწონდეთ და ასე შემდეგ, ეს თქვენ არ გამოგივათ. ზოგადად რამდენიც არ უნდა იწვალოს ადამიანმა თუნდაც დემონსტრაციით ან პირიქით გულწრფელობით, მაინც ვერასდროს ვერავის ვერ მოვეწონებით აბსოლუტურად ყველას. ყველას ვერ მოეწონები უბრალოდ.
ეს ერთი და მეორე, იცით, ყველაზე საინტერესო არის ის, რომ თითქოს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რეალურად ადამიანებზე შთაბეჭდილებას უფრო მეტად ახდენს ისეთი პიროვნება, რომელიც არის უფრო გულურწმელი და რომელიც არის უფრო გულახდილი. დიახ, შეიძლება ის ცოტა უცნაური არის და გავიმეორებ პარადოქსულადაც ჟღერდეს, მაგრამ რეალურად ადამიანი, რომელიც არის გულწრფელი, გულახდილი და აკეთებს იმას, რაც მას სურს, რაც მას გულით აინტერესებს და უყვარს, რეალურად ასეთ ადამიანს პირველ რიგში უფრო მეტი გულწრფელი ადამიანები ყავს ირგვლივ, მეგობრები, ამხანაგები, არ ვიცი, პარტნიორი. ეს ერთი და მეორე უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. იმიტომ რომ გავიმეორებ, ენერგეტიკის დონეზე რაღაც სიყალბე და ასეთი დემონსტრაციები მაინც იგრძნობა. რა თქმა უნდა, სოციუმში ოდნავ მაინც უმეტესობა ირგებს რაღაც გარკვეულ როლს, ოდნავ მაინც, იმიტომ რომ ზუსტად ისეთი სოციუმში, როგორც საკუთარ თავთან ვართ, უბრალოდ ვერ ვიქნებით ხოლმე, იმიტომ რომ არ არის ყოველთვის ყველაფერი იცოდეს ჩვენს შესახებ, ხო? და რა თქმა უნდა, გულწრფელობა არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ყველაფერი პირდაპირ ვთქვათ და არ ნიშნავს იმას, რომ მიამიტები ვიყოთ და სისუსტეები ვაჩვენოთ ადამიანს და ყველა საიდუმლო გავუმხილოთ, საერთოდ არ ნიშნავს ამ ყველაფერს. მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, გულწრფელი ადამიანი ყოველთვის უფრო ბედნიერია და უფრო მარტივად მიდის ბედნიერებისკენ. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ გიხდით დიდ მადლობას. წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.